ქრისტიანსგა ჭეშმარიტად აღდგა გილოცავთ ძმამდედანო წყინვალე აღდგომის დღესასწაულს. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ სახარების სიტყვებზე. ნუ განიკითხავ, რათა არა განიკითხნეთ. რატომღაც ეს სიტყვები გახდა თანამედროვე სამყაროში манипуляციის საგანი, გულისხმობთ იმას, რომ მრავალი ადამიანი ძირითადად მოდერნისტულად განწყობილი კატეგორიის ხალხი მოიაზრებს ამაში იმას, რომ თითქოს და ადამიანს რიგ ქრისტიანს სასულიერო პირი იქნება ის თუ ერისკაცი არსებითად არ აქვს მნიშვნელობა, თითქოს არ აქვს მას უფლება საღვთისმეტყველო და ზნეობრივი კანონები წამოუწიოს წინ და ამითი ამხილოს მაგალითად მოწინააღმდეგე მხარე. იქიდან რომ მყისიერად ხდება ესეთი პოზიცია, რომ ნუ განიკითხავ და არა განიკითხნე. ეს პირდაპირ დამახინჯება ცხადია წმინდა წერილის სწავლებისა, შინაარსისა და მოდით თანმიმდევრულად მივყვეთ ახლა ჩვენ აი ამ საკითხს, თუ რას გულისხმობს განკითხვის ცნება ზოგადად და როდის არის განკითხვა და როდის მხილება და როდის უნდა ერქვას თავისი სახელი აი ამ წმინდა წერილის ამ გამონათქვამს. პირველ ყოვლისა, რა თქმა უნდა, ჩვენ აქ განკითხვაში იგულისხმება და მაცხოვარი მოგვიწოდებს იმისაგან, რომ ადამიანმა ჩაიხედოს საკუთარ თავში დაინახოს ცოდვილი მდგომარეობა და აი ამ ცოდვილი მდგომარეობიდან და სიმდაბლიდან გამომდინარე მან არ უნდა განიკითხოს სხვა ადამიანები. იმიტომ რომ განკითხვის ცოდვა ნიშნავს, რომ შენ რაღაც სხვაზე უპირატესად მიგაჩნია თავი, სხვაზე წარმატებულად, გაქვს თითქოს უფლება ადამიანზე ძვირის თქმის და ამას თქვათ ადამიანი ზოგი ამას მხილებას უწოდებს, როცა პირდაპირ გადადის მაგალითად ადამიანის შეურაცხყოფაზე. მაგრამ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჭეშმარიტ ამ ცნების ნამდვილ შინაარსზე, ჩვენ რა თქმა უნდა აქ უნდა დავინახოთ ის, რომ მაცხოვარი სულაც არ გვეუბნება ჩვენ, რომ არ განკითხვით იმას, რომ საერთოდ საღვთისმეტყველო პრობლემა არ უნდა დავაყენოთ დღის წესრიგში. თუ ადამიანს ამისი კომპეტენცია თქვა და განათლება შესაბამისი გააჩნია, ხომ? ეს სულაც არ ნიშნავს ამას და სულაც არ არის ეს განკითხვის კატეგორიაში, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც სულიერ ცხოვრებით ცხოვრობს, ხომ? ნახეთ, მოწოდება რისკენ არის, შემდეგ გაგრძელება აქვს აი ამ სიტყვებს, რომ ამოიღე პირველად დვირე თვალისაგან შენისა და შემდეგ უკვე შეეცადეო წვლილის ამოღებას მოყვასის თვალისგან. აქ ჩვენ რას ვხედავთ ახლა ამ ცნებიდან? ვხედავთ იმას, რომ მაცხოვარი აქაც არ გულისხმობს იმას, რომ ჩვენ არ უნდა ამოვიღოთ წვლილი ძმის მოყვასის თვალისგან, მაგრამ უპირატესად ჯერ საკუთარ თავს მიხედეო, ამას გვეუბნება სახარება, ანუ ჯერ ამოიღე შენი დვირეო, ჯერ შენ ცოდვებს მიხედეო და შემდეგ უკვე სულაც არ გულისხმობს იმას, რომ შენ ამოიღე დვირე შენისაგან და დაანებე შენ ძმას თავი და რაც უნდა ისაკეთო, ამას არ ამბობს მაცხოვარი ამ სიტყვებით, ხო? კაფეო ჩანს იქ, რომ ჯერ ამბობს, რომ ამოიღე შენ დვირე და შემდეგ უკვე მიხედე თუ შეგიძლია რა თქმა უნდა წვლილი ამოიღე ძმისაგან შენისა. აქ ჩვენ კიდევ შეგვიძლია დავამატოთ ის ერთი მნიშვნელოვანი ფრაზა წმინდა წერილიდან, სადაც მაცხოვარი ამბობს, რომ ნუ დაუგებთ მარგალიტებს ღორებს, ხო? რა შეიძლება იგულისხმებოდეს აი ამ სიტყვებში? ეს იგულისხმობს იმას, რომ ჩვენ მართალია სახარების მარგალიტები არ უნდა დაუგოთ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ეკლესიური ცხოვრება სულერთია, ან საქმე გვაქვს წარმართთან, ერეტიკოსთან და ასე შემდეგ ათეისტთან, რომელთვისაც სახარებისეული ჭეშმარიტებანი მართლმადიდებლობისა აბსოლუტურად არაფერს არ წარმოადგენს. მაგრამ სულ სხვა რამეა, როცა დაუგებთ მარგალიტებს ღორებს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ ეს მარგალიტები თუ ვიცით, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვამბობთ, ამაზე
გვაქვს გარკვეული ცოდნა, კომპეტენცია, თუ ეს აქვს ადამიანს პირიქით ცოდვად ითვლება და დანაშაულად თუ ის აი ამ პასუხისგებლობას ღვთის წინაშე აღებულს, რომ მას ტალანტი ღმერთმა მიცა იმისათვის, რომ ეს საღვთისმეტყველო განათლება მიაწოდოს სხვას, ხო? ეს სულაც აღნიშნავს, რომ ამ დროს ადამიანი ვინმე განიკითხავდეს. პირიქით, ის თუ ცდება, მით უმეტეს მაშინ ეს საღვთისმეტყველო ცოდნა, სწორედ რომ დახმარებაა ადამიანისთვის, აი ამ გვერდში დგომის თვალსაზრისითაც, მოკლედ რომ ვთქვათ, აქ გამოიხატება ჭეშმარიტი სიყვარული. ხო, ჩვენ თუ მაგალითად ცდება ჩემი ძმა, რომელიც ერთი ეკლესიის შვილები ვარ და რაღაცა თქვა დოგმატური თუ ზნეობრივი გადახრა აქვს მას და ჩვენ თუ რა თქმა უნდა აი ამ პირველ კატეგორიას რომელიც თქვით რომ ვითვალისწინებთ რომ ჩვენი ცოდვილობა როგორც პავლე მოციქული ამბობს რომ ცოდვილთაგან პირველი მე ვარ და აი ამ პრინციპს გავატარებ ჩვენ ცხოვრებაში ხო? მაშინ რა თქმა უნდა მორალური უფლებაც გვაქვს და ყველანაირი უფლებაც გვაქვს ჩვენ ძმა ვამხილოთ ჯერ სიყვარულით უთხრათ თუ საჭიროა ვამხილოთ პირადად შემდეგ თუ ერთის არ გაიგონა შემდეგ ორმა სამმა უთხარითო და თუ კიდე არ გაიგონა სამისაცო შემდეგ კრებულს უთხარითო ანუ უკვე საყოველთაო საგანგაშო მდგომარეობა თუ იქნება ამა თუ იმ ადამიანის ცრუ სწავლების გამო რომელმაც არ შეიგონა ამდენი სიყვარულით ნათქვამი და შემდეგ მხილებები და თუნდაც საღვთისმეტყველო თეზებით დაწერილი უამრავი სამხილებელი სწავლებები თუ მაინც ამას არ გულისხმობ მაშინ ჩვენ ხო ვიცით როგორ იქცევა ეკლესია ამ დროს ითმენს რა თქმა უნდა უფალი ითმენს ეკლესია დიდხანს უთმენს ადამიანს შეგონებები პარალელურ რეჟიმში ხდება მაგრამ თუ არ შეიგონა იყოს როგორც მეზვერეო ხო და აქედან გამომდინარე ეს რას ნიშნავს ჩვენთვის რომ ადამიანი უბრალოდ განიკვეთება თუ დოგმატური პრობლემა აქვს ხო შემდეგ ეკლესიიდან განკვეთა ხდება და შეიძლება ერეტიკოსის კვალიფიკაციაც კი მიიღოს თუ ამას კრებსითად სისავსით ეკლესია მართლმადიდებელი ეკლესია გადაწყვეტავს ამას ანუ ჩვენ აქ ცალსახად ხედავთ ესე იგი თავარ მნიშვნელოვან ფაქტს რომ ესე იგი მაცხოვარი სულაც არ ამბობს რომ არ უნდა განვიკითხოთ ჩვენ ადამიანი ანუ განკითხვითა რასაც ქვია ჭეშმარიტი განკითხვით რასაც მხილება ქვია ეს პირიქით მოვალეობაცაა და უფრო მეტიც თუ წავიკითხავთ ჩვენ კორინთელთა პირველი კორინთელთას მე-13 მუხლის თავის მუხლებში იქ კარგად ჩანს რომ ჩამოთვლილია მადლის სახეობები და ერთ-ერთ სახეობად მიჩნეულია სწორედ განკითხვაც მოყვასის ანუ განკითხვა ოღონდ ეს განკითხვაში იგულისხმება რომ მისი განსჯა უпростовად რო ვთქვათ განსჯა როცა მაგრამ სიტყვა განკითხვა წერია იქ პირდაპირ გაგებით ანუ განკითხვა შეიძლება იყოს დადებითი კატეგორიითაც ნათქვამი ანუ ჩვენ უნდა გამოვიქოლიოთ ამ ადამიანის თუ ამას საჭიროება ეკლესიის საჭიროება მოითხოვს ჩვენ რა თქმა უნდა ესეთი ადამიანის კატეგორიის სულიერი თუ ზნეობრივი თუ საღვთისმეტყველო პრობლემა უნდა იქნას აუცილებლად გამოკვლეული და განიკითხოს კიდეც უნდა მთელი სისავსი საკრებულოს მიერ ასეთი პიროვნება თუ ჯგუფი თქვათ ადამიანებისა რომლებიც ღიად უპირისპირდებიან ესე იგი ეკლესიის სწავლებას ჩვენ აქ ესე იგი ჩამოვაყალიბოთ კიდევ შემდეგი პოსტულატი ის გახლავთ რომ ნუ განიკითხავს სულაც არ ნიშნავს რომ ადამიანი ზოგიერთი ასე ფიქრობს რომ ჩვენ არ უნდა განვიკითხოთ იმიტომ რომ მაინც არ ვიცით ჭეშმარიტება რა არის მაინც ვერ ჩავწვევით ჭეშმარიტებას იმიტომ რომ ამას ესე წამს იმას ისე წამს ესე იცის ბევრ მოდელისტმა ლაპარაკი ხომ ეს ეგრეთ წოდებული რელატივიზმი ანუ ფარდობითობის ცნების შემოღება საღვთისმეტყველო სწავლებაში რომ თითქოს და არ არსებობს აბსოლუტური ჭეშმარიტება და ყველას აქვს აი ამ კერძო აზრის გამოთქმის უფლება და შემდეგ კიდევ უფრო მეტიც აი ამ თავისი კერძო აზრის გადოგმატურების საშუალებას იძლევა
ესეთი რამ ეკლესიის სისავსისთვის მართლმადიდებლობისთვის კატეგორიულად მიუღებელი ამბავი გახლავთ, ამიტომ მაცხვარი აქ სულაც არ ამბობს მაგას, რასაც აი ესე ქვეტექსტით მოდერნისტები ჩადებენ ხოლმე აი ამაში რომ არ უნდა გავიკითხოთ, იმიტომ რომ შენ რა იცი რა არის ჭეშმარიტება, გვეუბნებიან, შენ რა იცი ვისაც ხოვნებს უფალი. ჩვენ კაფეოდ ვამბობთ ხოლმე, ესე როგორ ლაპარაკება ვინმე რომ აი შენ რა იცი ვისაც ხოვნებს, ჩვენ ვამბობთ რომ ეკლესიის წიაღში მყოფი ადამიანი ვინც არის, ჩვენ ნამდვილად არ ვიცით ამ კატეგორიაში ვის აცხოვნებს და ვის არა, იმიტომ რომ ის არის ეკლესიის შვილი, მონათლულია მართლმადიდებლურად, იცხოვრა, ასე იცხოვრა თუ ისე იცხოვრა, როგორ იცხოვრა, ეკლესიის წიაღში მაგას თავად ღმერთი განსჯის. ჩვენ ამ კუთხით, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ არ ვიცით ვინ ცხონდება და ვინ არა, გინდა ეპისკოპოსი იყოს, გინდა მღვდელი და გინდა ერისკაცი. მაგრამ ჯულის კანონი, მსოფლიო კრებების გადაწყვეტილებები მკაფიოა იმ შემთხვევაში და იქ ორაზროვნების საერთოდ არანაირი კვალი არ ჩანს, როცა საუბარი ადამიანი, რომელიც ეკლესიის მიღმა, აი ამ საზღვრებს მიღმა იმყოფება, რასაც ჯულის კანონი მოითხოვს, რომ შესრულებული იქნეს. ანუ ჩვენ ხო ვამბობთ, რომ წმინდა წერილი და წმინდა გარდამოცემაა ჩვენთვის უპირატესი და ეს არის ის უცდომელობის კრიტერიუმები. წმინდა გარდამოცემაში სწორედ ეს იგულისხმება პირველ ყოვლისა, ხო? მსოფლიო კრებების და ავტორიტეტული კრებების გადაწყვეტილებები, რომელიც უცდომელობის კრიტერიუმებს ექვემდებარება. აქედან გამომდინარე, ვინც აი ამ ზღუდეში, ვისაც არ სურს ყოფნა, ვინც ურჩობს, თუნდაც იყოს ეკლესიის წიაღშიც, მაგრამ მიიჩნევდეს თავს, რომ მას აქვს უფლება აი თავისი ეგრეთ წოდებული შემოქმედებითი უნარების განვითარებისა, ისე როგორც მისი ახირება იქნება, ან მაგალითად მსოფლიო კრებების დადგენილება იყოს და კრებსიტის სისავსით მოცემული ჭეშმარიტება არსებობდეს, მაგრამ ამავე დროს ის ჯიუდად იმამბობდეს, რომ აი მაგალითად ერთი წმინდანი რომელიღაცა ამას ამბობს და მე ამის მწამს და ჩემთვის ეს საკმარისია. ეს თეოლოგუმელი კატეგორიულად მიუღებელია ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ცალკეული წმინდა მამის აზრი, როცა კრებსიტის გადაწყვეტილება არსებობს, მაშინ ცხადია გაბათილებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ ადამიანს როცა ვეუბნებით, რომ შენ უნდა დაემორჩილო მართლმადიდებელი ეკლესიის სისავსის გადაწყვეტილებას, ხო, სოფლიო კრებებია, კონსენსუს პატრუმი არსებობს ტერმინოლოგიურად, ხო, თუ ამას არ ექვემდებარები შენ, მაშინ ჩვენ გვაქვს მთელი სრულფასოვანი ამისი უფლება, რომ პირადად როგორც ძმას, როგორც ქრისტეში ძმას, ჩვენ უთხრათ ეს ყველაფერი, არავითარი განკითხვა ამაში არ არის, თუ ადამიანი ცხადია, როცა სიყვარულით ეუბნება ამას და თავდამლობით და ისე რომ არ ეჩხუბოს, რასაც ქვია, ესეთი ჩხუბით, მაგრამ თუ ეს ადამიანები კიდევ ერთხელ ვამბობ, თავისი ურჩობით ეწინააღმდეგებიან მსოფლიო კრებების გადაწყვეტილებებს, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, კატეგორიულად შეგვიძლია ვთქვათ ჩვენ, რომ ვინც ეკლესიის წიაღში არ იმყოფება, ის ვერც გახდება ვერადროს ცხონების ღირსი, იმიტომ რომ ის ამ საზღვრებში არ არის და მისთვის ქრისტე განგაცებული სრული ღმერთი და სრული კაცი ისე როგორც ამას ასწავლის მართლმადიდებელი ეკლესია, მისთვის ეს არ არის შესაბამისად გამოხსნაც მას, რასაც ქვია ჭეშმარიტებაში მართალთა ამოყვანას ჯოჯოხეთიდან და შემდეგ მართლების მართალთათვის ჯვარცმა და ცხონება, ამ კატეგორიაში ესეთი ადამიანები არ შედის. ეს არ არის ჩვენი მოფიქრებული, ეს არის მსოფლიო კრებების გადაწყვეტილებები და ჩვენ აქ უკვე სიყვარული გვართებს არა ამასოფლიური თვალსაზრისით, როცა ადამიანი ფიქრობს, რომ რა მოხდა მერე ამან ისე იფიქრა, იმან ასე იფიქრა, ანუ ყველა ადამიანებრივად ყველა შეიძლება შევცდეთ. კი ბატონო, შეიძლება, რა თქმა უნდა, ვცდებით, ყველა ვცდებით შეიძლება, მაგრამ შეცდომაც არის და შეცდომაც. როცა დოგმატურ შეცდომაზეა საუბარი, იქ უკვე სათანადო განჩინებაც უნდა იქნას მიღებული და მანამდე კიდე, რა თქმა უნდა, მისი მხილება ასეთი ადამიანისა სულაც არ წარმოადგენს პრობლემას, ხო? რა არის ჩვენთვის თავარი მოწოდება სახარებაში? სცან ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებამან
განგათავისუფლოს თქვენ. ანუ არ არსებობს სიყვარული ჭეშმარიტების გარეშე, როგორც ჭეშმარიტება არ არსებობს სიყვარულის გარეშე. ეს ორივე ცნება ერთმანეთთან დაკავშირებულია და ურთიერთკავშირის გარეშე ადამიანი ვერ იქნება ნათელი სოფლისა. და ეს მოწოდება რომ ვიყოთ ნათელი სოფლისა, ეს ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანის მოვალეობა გახლავდა. ისმის შეკითხვა როგორ შეიძლება ადამიანი იყოს ნათელი სოფლისა. მაშინ იქნება, როცა ქრისტეს ნათელით იქნება განათლებული პირველ ყოვლისა, მართლმადიდებელი ქრისტიანი უნდა იყოს ის ნათელღებით და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა თავის ცხოვრებით ცხადია ცოდვილები ყველა ვართ, მაგრამ ეკლესიის წიაღში ცოდვილ ადამიანებსაც შეუძლია ღვთის მადლით ისეთი მადლი მიეცეს ადამიანს, ვინაიდან ყველა ცოდვილები ვართ, იცი ჩვენ პირველქმნელი ცოდვით დაცემულები და დაზიანებულები, მაგრამ მიუხედავად ამისა, უდიდესი მასწავლებლები ყავს ეკლესიას ამ ცოდვილების კატეგორიიდან გამოსულები, ხო? თუნდაც იგივე პავლე მოციქული, რომელიც ვახსენეთ ჩვენ, ვინ იყო, როგორი დიდი ცოდვილი იყო და ნებისმიერი წმინდანზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აკვნიდან იშვიათი გამონაკლისის გარდა ესე პირდაპირ წმინდანები არავინ არ ხდება, ხო? ესეა ეს საკითხი, ასე რომ ჩვენთვის როგორც გითხარით, თავარი აქ არის რომ ადამიანი იყოს გულწრფელი თავის გადაწყვეტილებაში, უნდა კონდეს რა თქმა უნდა კომპეტენციაც, თუ სათქმელი არის, უნდა ითქვას კომპეტენტურად, ან დაიწეროს ან პირადად უნდა ითქვას ეს ამბავი და შემდეგ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უნდა იყოს აუცილებლად სიყვარული და თავდავლობით ნათქვამი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიახარო ზარბაზანივით ეს მე სიმართლე ვთქი და მორჩა და გათავდა და შენი შინაგანი და სულ არ მაინტერესებს შენ ჩემზე რას იფიქრებ და ეს არ არის ქრისტიანული დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, აქ როგორც ჭეშმარიტება მნიშვნელოვანი, ისე ადამიანთან სწორი დამოკიდებულება. და პირიქით, მიუღებელია და დაუშვებელია გულგრილობა ამ საკითხებში, ტოლერანტული მიდგომა ამ საკითხებში, ხო? ინდიფერენტიზმი, რაციონალური მიდგომა, მოდერნისტული, ლიბერალისტური, ეკუმენისტური მიდგომები, გლობალისტური მიდგომები და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი კატეგორიულად მიუღებელია, როცა ჩვენ ჭეშმარიტებაზე ვლაპარაკობ და ამოცანა კიდე აი ამისია, რომ ნუ განიკითხავ, არა განიკითხეთ, შემდეგში მდგომარეობს, რომ ჩვენ არ უნდა განვიკითხოთ არავინ, ცოდვების, ჩვენი ცოდვები უნდა განვიკითხოთ პირველ რიგში, მაგრამ თუ ეკლესია ადგენს ამ ადამიანს, ანუ აძლევს გარკვეულ ნიჭებს სულიწმინდისა, რომ მან სათანადო განათლებაც მიიღო, სათანადოდ ასე თუ ისე მეტნაკლებად, რა თქმა უნდა, ზნეობრივადაც მოწესრიგებული აქვს ცხოვრება, არა აქვს ცუდი რეპუტაციის ადამიანი, ერისკაცი იქნება ეს თუ სასულიერო პირი, ამასაც არ აქვს ასეთი მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, ეთქმის მას ეკლესიის წიაღში მით უმეტეს არ უნდა დაუყარო ღორებს მარგალიტი, ანუ არ უნდა ველაპარაკო ჩვენ ამ თემებზე მათ, ვისაც ეს არ აინტერესებს და არიან ეკლესიის მიღმა, თუ უნდა რა თქმა უნდა იმ ეკლესიის მიღმათაც გავწვდებით, კაცო, თუ აქვს ეს სურვილი, მაგრამ თუ არ არის ეს სურვილი, ხომ არაფერი ვალდებული ჩვენ არა ვართ, რომ ეს მარგალიტები უფინოთ ამ ადამიანებს, როგორც ეს ხდება ეკუმენიზმში და როგორ ხდება ეს ეკუმენისტურ საბჭოებზე, იცით? იქ არის დოგმატური მინიმალიზმის პრინციპი, ანუ რას გულისხმობს ეს? მართლმადიდებელი მივიდა, ხო, იქ კათოლიკია, პროტესტანტია, მონოფიზიტია, ვიღაც სექტანტებია, ხო, ყველას ეუბნებია, რომ აი თქვენ დოგმატური მინიმალიზმით, რომ ქრისტე არის ღმერთი, მაგალითად, ხო? ამის იქეთ სიღრმეებში არ უნდა წავიდეს მართლმადიდებელი. იქეთ იმ კათოლიკსაც ეუბნებიან, ეს ძირითადი პოსტულატები, ხო, აი ღმერთი ვინა არის ქრისტე ღმერთია, ხო? აი ამაზე შევთანხმდეთ ახლა ყველა კონფესია და всё. ხო, ქრისტე არის ღმერთი, შეთანხმდეთ, მაგრამ ნახეთ, ქრისტე ორი ბუნებაზე როცა მიდის უკვე ლაპარაკი, ხო, რომ ქრისტე არის ღმერთის სრული და კაცის სრული, აქ უკვე ყველას აბსოლუტურად ყველას ესმის სხვადასხვანაირად. მონოფიზიტებს სხვანაირად ესმის, პროტესტანტებს სხვანაირად ესმის, კათოლიციზმმა ამ პაპის გაღმერთებით იქაც დაამახინჯა ქრისტეს სწავლებები, ხო? რას ხედავთ ჩვენ, რომ სინამდვილეში სულ სხვადასხვა ქრისტეზეა ლაპარაკი და შეიძლება იყოს ბევრი ქრისტე, შეიძლება იყოს ბევრი ეკლესია, როცა მაცხოვარმა
თქვა რომ მე ვარ გზა და ჭეშმარიტება და ერთ ars ეკლესია ერთ ars ნათლისღებაო. ასე რომ აი ეს არის ჩვენი სათქმელი რომ აქ ეს განკითხვა კი არა. ეს არის ცნება პირიქით მოცემული რომ პირიქით სიყვარულით ჩვენ უნდა ვაკეთოთ ეს საქმე, როგორც ამას აკეთებდა ყველა დროში ყველა წმინდა მამა და მსოფლიო კრებების მაგალითი გვაქვს ამისთვის საოცარი, ხო? დღეს რომ ფანატიკოსებად მოიაზრებენ თვითონ წმინდა მამებსაც კი, რომ თითქოს და სიყვარული არ ქონდათო. ესეთი ფრაზებიც კი გაჟღერდა მოდერნისტების და ეკუმენისტების მხრიდან, მათ შორის სასულიერო პირებს გულისხმობ მართლმადიდებლებს. რატოა ეს ჯიბირი მათთვის მიუღებელი, რასაც ქვია მსოფლიო კრების დადგენილებელი? იმიტომ რომ ეს წმინდა მამები აბსოლუტურად ყველა დროში ამ საკითხებს აყენებდნენ, როგორც კი წამოიწევოდა, ხო, ეგრევე სუსტავლებას შეგონების შემთხვევაში რჩებოდა ადამიანი ეკლესიის წიაღში, არ შეიგონებდა ანათემას გადაიცემოდა. ეს ანათემაც კი სიყვარულის გამოვლინებაა სინამდვილეში. იმიტომ რომ ადამიანი თუ ერეტიკური სწავლებით ეკლესიაში იმყოფება, ის ორმაგად აორმაგებს თავის წოდვას და თუ ანათემირებული, ანუ განყენებული ეკლესიიდან მიხვდება რომ განყენებულია, იმას შეიძლება შეინალოს კიდეც და ამ შეინალების შემთხვევაში ჩვეულებრივად დაუბრუნდება დედა ეკლესიას. ასე რომ აქ ტრაგიკულიც არაფერი არ არის, რომ არის თქვა და ანათემას რადგან გადასცა ვინმე ხო გულისხმობს წმინდა მამები, იქ სიყვარულობა გამოიჩნდეს. პირიქით არის ეს. სიყვარული გულისხმობს ჭეშმარიტებაში, პირველ ყოვლისა სიყვარულს. თუ ამაში ჩვენთან ერთად ყოფნა ადამიანს არ უნდა, ხო, მაშინ ეკლესიაში ჩვენ ამათან არ ვიქნებით, თორე ისე ჩვენ მეზობლებით ყავს ესეთი ხალხი, მეგობრებით ყავს და ზოგადად ამ ადამიანებთან ჩვენ ანუ არა მართლმადიდებლებთან გვაქვს ჩვეულებრივი ურთიერთობები. არც ეგ არის პრობლემა, მაგრამ პრობლემა, როგორც გითხარით, იწყება მაშინ, როცა აი ესეთი ადამიანები, ვინც ეკლესიის წიაღში არ არის, ან ვინც წიაღშია, მაგრამ ფიქრობს, რომ თქვა სხვა რელიგიებშიც არის ცხონება, ის უკვე გზას აცდენილია.